მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ არიან შეკრებილი მოქალაქეები და გამოხატავენ პროტესტს იმ ყველაფრის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, პოლიტიკური სიტუაციის გამო, რაც შექმნა ქართული ოცნების მთავრობამ, ანტიკონსტიტუციურმა და არალეგიტიმურმა მთავრობამ, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციის კურსის შეჩერებას და ავტორიტარიზმის დამყარებას ამ ქვეყანაში, მათ შორის არაერთი გადაწყვეტილებით, უკანონო გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო ქართული ოცნების რეჟიმმა ამ ქვეყანაში. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება იყო იმგვარი, რომ ოცნება ცდილობს ტროტუარზეც კი ჩაკლას პროტესტის გამოხატვა, საპროტესტო აქციის მონაწილეების დაპატიმრებას ითვალისწინებს უკვე ანტიკონსტიტუციური პარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეპრესიული კანონი პროევროპული წინააღმდეგობის წინააღმდეგ, რომ ჩაკლას და ჩაახშოს პროტესტი ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციურმა და არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ. მე მინდა ვისაუბრო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით. დღესაც წვიმს ბათუმში, თუმცა წვიმის მიუხედავად ისევ ქოლგებით არიან აქ შეკრებილი მოქალაქეები. დღეს ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. საპატრიარქომ გაავრცელა ეს განცხადება თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს არქიმანდრიტ დოროთეს ყურაშვილი გაფრთხილების მიუხედავად საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთის დარღვევისათვის მოციქულთა 55 კანონის საფუძველზე შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება. ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წერია საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში. მე შევეხსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, როცა თალაში შევიდა უკვე ანტიკონსტიტუციური პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ეხებოდა შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონს და ეხებოდა მათ შორის ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის აკრძალვას, მაშინ დოროთე ყურაშვილმა მოიწვია ადამიანები რუსთაველზე პარაკლისის ჩასატარებლად და ჩაატარა კიდევაც აღავლინა ეს პარაკლისი რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება პროტესტი მოქალაქეების და იმართება პროევროპული საპროტესტო აქციები. და დღეს ჩვენ ვნახეთ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ, უკვე მან გაავრცელა ბრძანება, სადაც საუბარია იმაზე, რომ არქიმანდრიტ დოროთეს შეუჩერდა მღვდელმსახურება. საღამომშვიდობისა, ვიდრე გაგესაუბროთ, შეიძლება ერთი წუთით. მაგრამ დოროთე ყურაშვილს შეუჩერეს დღეს რომელი გახდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, საპატრიარქომ მიიღო ბრძანება, დოროთე ყურაშვილს შეუჩერეს მღვდელმსახურება, მღვდელმოქმედება. რას ნიშნავს ეს ბრძანება, თქვენთვის რას აჩვენებს ეს ამბავი? გამარჯვებათ, მოგესალმებით მიმოსალმებით მაყურებელს. ხო, დოროთე ალბათ კი არა არ პატიობენ იმას, რომ სიმართლის ხარეს დგას, იბრძვის ადამიანები არ მიატოვა გასაგებში როგორც ხები და არ არის გადაცული საგანძურისა და ქონების მოხდეჭის ტალღაზე, ასე რომ ვთქვა და სავარაუდოდ ეს არის მათგან სადამსჯელო ოპერაცია და სხვა არაფერი. კიდევ ერთი გამოვლინება, რომ არის საპატრიარქოც ჩართულია, საპატრიარქოც ჩართულია, შეიძლება ასე ითქვას, ქართული ოცნების ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. კი ბატონო, ჩართულია, ძალიან ეხმარება გვერდში უდგას და ამიტომაც არის, რომ ამდენი აუარებელი ქონება, სიმდიდრე, უძრავი თუ მოძრავი ქონება და კი ვიცი მათი ცხოვრების დონე როგორც იქნება ცხოვრების უმრავლესობა, ეს ყველაფერი მიდგულია ერთ კაცზე და ოლიგარქიაზე ჩემი გასით. და ამ გზით შეეცადნენ ისინი ასევე პროტესტის ჩახშობას. და ჩვენ გახსოვს, რომ როცა მიიღეს კანონი ტროტუარზე პროტესტის აკრძალვას რაც შეეხებოდა, სწორედ ამ პერიოდში აღავლინა ჩაატარა პარაკლისი დოროთე ყურაშვილმა რუსთაველის გამზირზე. ხო, დიახ, ამ რუსული ოცნებისთვის ხო ზოგადად ნებისმიერი პროტესტი და მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი მიუღებელია და ამისათვის სამაგალითო დასჯიან ყველას
სადამდეც ამის ძალა და უნარი შესწევდა. ეს სავარაუდოდ კიდე სანიშო დასჭა იმისათვის, რომ სხვა მსახურებაც ანალოგიურად ხმა არ მოიღოს და სიმართლის პოზიცია არ დააფიქსონ. ეს ყველაფერი მიმართული არის სწორედ ისე ნათელი აზრისა და სიმართლის ჩახშობისაკენ სავარაუდოდ. რა შემთხვევაში არ გამოუვა თქვენი აზრით ივანიშვილს და მის დაჯგუფებას პროტესტის ჩახშობა ამ ქვეყანაში? რა არის ამის მთავარი პირობა? ჩემი აზრით აქ სიტუაცია არის ისე, რომ დროში არის უბრალოდ სხვაობა თუ როდის შევძლებთ ამ რეჟიმის გაშვებას, ასე ვთქვათ, სახლში თორემ რეალურად ვერ შეინარჩუნებს, იმიტომ რომ ქვეყანაში ძალიან დიდია პროტესტი, ძალიან მზარდი. ის თუ ქუჩაში დაუშვათ არ დგას 100,000 ადამიანი, ყოველდღე იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები პროტესტში არიან ჩართული, ვინც თავის დროზე გამოვიდა, გამოდიან ხოლმე რაღაც პერიოდულობით, მათთვის არცად არ წასულა ეს პროტესტი, არც ქვეყანაში რაიმე პროტესტი შეცვლა და პირიქით უფრო მეტი ადამიანია ამ მომენტისათვის ამ პროტესტის მონაწილე ოღონდ აქტიურად, ვიდრე ეს იყო თუნდაც 2024 წლის ბოლოს, როცა ბახიძემ განაცხადა ის ლეგენდარული გამოსვლა, რაც ჰქონდა თავის კარიერაში. როცა შეაჩერა ევროდელეგაციის კურსი. თუმცა უარყოფს არაო ჩვენ ევროპისკენ სულ აქვს აბსოლუტური კურსი და აი ვიცი ერთხელ ეს ერთსამად მივადგოს მეორეც. თუმცა ეს უფრო იმ ადამიანებს ბრალია, ვისაც მათი შეერათ, იმიტომ მათ შეაკეთეთ თორე ახლა იმ ადამიანებს, ვისაც ელემენტარული შეგვიძლია კრიტიკულად მივუდგეთ მის თემას და გავაანალიზოთ, კითხვები დავსვათ. ამ მათთვის არაფერი არ იცვლება. ამიტომაც შეიძლება პროტესტის ჯანსაღი, ხო, თან კიდევ ერთხელ გავუსვამ ხას, რომ ერთ განცხადებაში აღიარებენ, ამბობენ, რომ პროტესტი არ არსებობს, მაგრამ ყოველდღიურად პროტესტის ჩასახშობა და ახალ დრაკონული კანონების შემოვა, რომელიც რა თქმა უნდა არ მუშაობს და არ იმუშავებს. აუცილებლად გამართება რეჟიმი ამ ყველაფერთან. თავია რომ ჩვენი ხელისუფლება ებრძვის deep state-ო, თავია რომ რებრენდინგი არ მოხდეს deep state-ის. ამბობს მარიამ ლაშხი, ანტიკონსტიტუციური პარლამენტის წევრი. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გზავნილები ქართული ოცნების წევრებისგან? ანუ როგორც რამოდენიმე წუთის წინ გითხარით, ეს ყველაფერი მათი ყველა მესიჯი ყოველი ფერა და გათვლილი არის საკუთარ ასე ვთქვათ ხარდამჭერებთან და ამომრჩევლებზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები უსმენენ და იჯერებენ რაღაცა ამ ბოდვას, რომ თითქოს deep state-ი, მასონები და არ ვიცი კიდე რამდენი სულელე შეუძლიათ გადმოგდონ. ეს არის რომ ამ ყველაფერს განაცხადებენ ხოლმე და მე ადამიანებს ჯერათ, უნდა თო დაეჯერონ, ზოგ კიდე არ უნდა კონფლიქტი დატოვება და მიწვევიან ესე ამ დაღაც. მათთვის არის ეს ყველაფერი გათვლილი და არა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია კითხების დასმა და ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა. დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ჩვენს პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვართ ბათუმში, მე შეგახსენებთ ისევ იმ ადგილას, სადაც ტრადიციულად იკრიბებიან უკვე წელიწადზე მეტია მოქალაქეები. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია. მოდი ქალბატონი ნარგის გავესაუბრები. საღამოშიდობისა ქალბატონი ნარგის. ზვიაცეცხაძის დედა, პოლიტიკური პატიმრის და ბათუმელი სტუდენტის დედა. თქვენ რას ფიქრობთ საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს შეუჩერეს მღვდელმსახურება? ხალხის მხარეს დადგა და სამართლის მხარეს დავა რაში დამჭირდა. შეუჩერეს მაგიტურად. ანუ არის დამეჯერებელი თქვენთვის საპატრიარქოს ახსნა, რომ მან დაარღვია რაღაც კონკრეტული წესები, საეკლესიო წესები. სიმართლე და დაუდგა სიმართლეს. ეს არ აწყობს ბიზნეს და მის მონეტს. ამიტომ არაუშავს დროებით იყო შეჩერებული. ავარია სიმართლე ურმით დადის, ვიან მოვა, მაგრამ მოვა სიმართლე. ამიტომ არაუშავს ჩვენ ცოტა არ გაგვიცია, კიდევ გაუძლებ და მამადორეთის ლოცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხს გვერდით დგას და ღმერთს მადლობა, რომ ყველა ესეთი არ არის მოდელი. უმეტესობა უმცირესობაში აღმოჩნდა მამადორეთი და ძალიან საწმენია, რომ საპატრიარქო ხმას არიღებს ეს რა ხდება ქვეყანაში და როგორ კარგავთ მიწებს და საპატრიარქო არ უნდა იყოს ამაზე გარეთ გამოსული და არ უნდა აპროტესტდეს, არ უნდა იღებდეს მას საპატრიარქო. მადლობა მამადოროთს. მადლობა, ეს ნარგიზ დავითაძე იყო, რომელიც ზვიაცეცხაძის დედა, ბათუმელი სტუდენტის და პოლიტიკური პატიმრის. მოდით მოგესალმებით საღამოშიდობისა. მოდით თქვენ გითხარით პროგრესზე, შემდეგ ბატონი მალხაზი. რას ფიქრობთ, დღეს მიიღო საპატრიარქომ ახალი გადაწყვეტილება, მათ შეუჩერა საპატრიარქომ მღვდელმსახურება დოროთე ყურაშვილს. რას აჩვენებს თქვენთვის ეს გადაწყვეტილება? ამას კომენტარი რა შეიძლება რა აჩვენებს და რა. მგონი ყველა საკითხზე ასეთი გაკიდება, არ ვიცი, რამდენად შეწონილია მათ, რომელსაც ქვეყანა გადაგვარების გადაგვარდა. მე არ ვიცი, რას ფიქრობს. დასაკეთებია ჩემი საზრით.
თავარი ჩვენი მიზანი არის ქვეყანა გადავარჩინოთ. როგორ უნდა გადავარჩინოთ? რა არის ამისთვის საჭირო? ხელისუფლება უნდა წავიდეს სახში. როგორ? მრავალი მეთოდი არსებობს ამით. კონსტიტუციაში არის მოკლე, რომელიც მოსახლეობას აძლევს უფლებას იმოქმედოს მის შეხედულებასთან. სამწუხაროდ ეს შეხედულება მე მგონი ძალიან ცუდი იქნება. და რომელსაც პირადად მე არ ვისურვებდი როგორც ბევრი ჩვენთან არის. ასე გაგრძელება ბოლომდე არ შეიძლება. არ შეიძლება ხალხს დაუბრუნდეს ყველაფერი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების. აჩვენის აკრძალეს ტროტუარზე საპროტესტო აქციის გამართვას. ამის გამოც დაგაპატიმრებთ ასეთი კანონი მიიღო. ხალხი არტიკოლის პარლამენტს ანადგურებს და კაცი დამკითხველი არ არის. და ჩვენ რას ველით იმისთან ხალხიდან ამის ნაკითხო საუბარი კულტურაზე. ახლა რა იმის პასუხია რაც მითხარი, მაგრამ რომ მართლა არ შეიძლება კულტურაზე იყო ლაპარაკი. როგორ შეიძლება რაიმე ღონისძიება საკეთილი იყოს გააკეთოს ხალხმა, რომელსაც კულტურა და განათლება არ იცის რა არის ჩემი სახელმწიფო, მე სხვადი არაფერი არ იცი. უკულტურო ხალხს როგორ შეიძლება მოსთხოვ კულტურული რაღაცების გაკეთება. ხალხს რომელსაც გონია რომ საეკლესიო დღესასწაული ჩვენმა წინაპრებმა დააწესა, რა უნდა მოვთხოვოთ? რა უნდა მოვთხოვოთ ხალხს რომელსაც ადამიანების კანავ მანდილოსნების მიმართ არის. თქვენ ალბათ გახსოვთ კალაძემ რომ ჟურნალისტ მიმართა მის არასასურველ შეკითხვაზე რა უპასუხა, რას გავხარო, თითქოს მას თავზე შაროვანდები ადგეს. იგიც გემახსოვრებათ გამოსაქანებელს ვაშენებთ. ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ჩემი ნათქვამი არ არის კალად და ასეთი ხალხისგან რას ველი. ხო, ინაღამ დამავიწყდა. თქვენ მოსმენილი გაქვთ სამხარადის ბრილიანტები, რომელიც მან გადმოაქვია უკრაინაში მებრძოლი ხალხის მიმართ. დაუბერდით, კაცო, ყველაფერი გამიგონია. რაცა მომისმენია, მაგრამ ასეთი რამის გაფიქრებაც თუ შეიძლებოდა არ მეგონოდა. ეს ნაძირალა კიდევ გამოდის და საქვეყნოთ ილანძღება და იკურთხება კაცო. კაი, დავანებოთ თავს დასულ ადამიანებს. ბავშვი რომ მამას შეხედავს, რა უნდა იფიქროს? და ასეთ ხალხს რა კულტურას, რა ღონისძიებას რას ერთადერთი ჩემი საზრით, რაზეც ჩვენ დღეს ყურადღება უნდა დავახმაროთ არის ის, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს სახში, რადგან გადაგვარების გზაზე ვართ. ხალხი, რომელიც ბიუჯეტში რამოდენიმე კაცი დაიჭირეს და ასეული მილიონობით ლარი არის მოპარული. არა ათეულობით, ასეული მილიონობით. და თქვენ წარმოიდგინეთ, რაც გარეთაა დარჩენილი, რა მასშტაბის კორუფცია, ხო, ყველა სფეროში არის კორუფცია ყველა დონეზე. წარმოიდგინეთ, ხალხს 100.000 მილიონობით ლარი აქვს მოპარული. ხალხი გარეთ არის და სამედიცინო, პირბადის, კარების გულისთვის ხალხი ჭერს. და თქვენ გინდათ რომ ამისთან ხალხმა რაიმე საკეთილო გააკეთოს? მე არ ამგონია. არ ვიცი, მე სხვას ვერაფერს ვერ. ერთადერთი მიზანი მე მგონი ის განათლებაზე გავახმაროთ, ყურადღება იქ რაღაცა მოიპარა. ერთადერთი მიზანი არის რომ ეს ხალხი წავიდეს ხელისუფლებიდან და შემდეგ მივხედოთ საქმე. დღეს ახლა ბევრი ლაპარაკი იყო ისინი სარიანო რა ქვია იმას სააკაშვილის მომხრეებიო, ეს კოცებიო, ეს ნაცებიო. მე არ ვიცი ვის რა პრეტენზია აქვს, მე უდიდესი პრეტენზიები მაქვს. რამაც სააკაშვილის პარტიის, რამაც სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ. მაგრამ მე არ მიმაჩნია მიზანი შეწოდება, რომ დღეს ჩვენ ვილაპარაკოთ, ვინ რა არის, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს. წავიდეს ეს ხალხი, ჩვენ გადავდეთ პირადი ინტერესები და შემდეგ ბატონო ყველას მოვთხოვოთ, ვის რა გაკეთებული, ვინ ვის რა ჩააბარა, ვინ რა მოიპარა, ვინ რა მანამდე ვიდრე მოხდება ეს პოლიტიკური ცვლილებები და შესაძლებელი გაჩნდება იმის რომ ადამიანმა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით დაირჩიონ პოლიტიკური პარტიები, ხო? მანამდე თქვენ რა ეტყოდით თანამოქალაქეებს, თქვა, ვინც ამბობს რომ კი ბატონო, შეიძლება არის ხედავთ ამ საფრთხეებს ქვეყანაში, საერთკანაც მიდის ქვეყანა, როგორ შორდება ევროპას და უახლოვდება რუსეთს და როგორ მყარდება დიქტატურა, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია ჩვენს ხელში რა ძალაა, თქვა, ვიყავით აქციებზე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ძალა. ასაგებია, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სკამის გათხოვებით საქმე არ გაკეთდება. აქ ეს ამ ხალხაზე ხარდაჭერა ჭირდება. ასე ერთი გამოვიდეს და ახალგაზრდა იყო ნაცნობი მყავს ერთი რომელიც ამბობს თუ გვინდა რომ ხელისუფლება გაუშვათ უსისხლოდ გაუშვათ მთელი საქართველოს ფერზე უნდა დადგეს.
არა მარტო თბილისში, რომ მივიდივარ და თბილისში მაქვს ყველა ქალაქში გამოვიდეს უნდა მთელი მოსახლეობა და მოითხოვოს ამათი წასვლა. ანუ ეს გააჩენ შესაძლებლობას, რომ ივანიშვილის რეჟიმმა უკან დაიხიოს. ნუ ახლა თუ არ გააჩენს შესაძლებლობა, სხვა შესაძლებლობებიც არის და მაშინ ის უნდა გამოვიდეს. სხვა არ ვიცი ახლა მეტი რა უნდა. თქვენი სახელი გვერ შემოხსენეთ? რომეო ჩარლი. დიდი მადლობა ბატონო რომეო. ბატონო ხას თქვენც მინდა გითხოთ, დღევანდელი ამბავია, როცა არქიმანდრიტი დოროთეს შეუჩერეს ბრძოლსახურება. რა საჩვენებს თქვენთვის ეს ამბავი? ახლა როგორ აიცით საბედნიეროდ ესე ვფიქრობ და ესე ვხედავ ახლა დავდივარ ხო ქალაქში ყველა მიცის რომ პარისეულები არიან აი საკათედროში თუ დადის ხალხი კი დადის ახლა ბევრი დადის და გვერდით ჩუშები რო ჩამტრეული და სკოჩებით როა ცელოფნებით იფარებული აი მათ რომ მიხედონ და აი ესე გაფარისეულები რო არიან ადამიანები და პირჯვარს რო იწერენ და ნახეთ რა უქნა პროპაგანდა. ეხლა შეიძლება ჩემის დათქვამი რაღაცა არ მოსწონდეთ და შეიძლება რაღაცა ფიქრობდნენ რომ ტერი ვარ ქვეყნის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პოლიტიკურად ისინი ფიქრობენ რომ მათი ეს ოცნება არის მართალი და მე შეიძლება ვწდები და რაღაც ესე ფიქრობენ, მაგრამ მოდის სიმართლეს ზოგჯერ ხო უნდა შეხედო ადამიანმა რა. ხო არ შეიძლება ფანატიკურად მოგწონდეს პარტია, რომელიც აქვს ორი ტელევიზია ჩართული გაქვს და უყურებთ და ისე რაღაცებს გასმენდებენ. რომ აი მაგალითად რავი მე ზოგჯერ რომ გადავრთავ ამას როგორ უნდა უყუროს ადამიანი, როგორ უნდა დაიჯეროს, მე არ ვიცი და სხვათა შორის ძალიან ბევრ ადამიანში უკვე ვხედავ სახელმწიფო თანამშრომლები, აი მე ხო მუშაობდი მერიაში, ხო იქ ბევრი ვიყავს ახლა თანამშრომლები ისინი ვინც ძალიან უკმაყოფილოა უბრალოდ ვერ ამობენ ვერაფერს და ამის დრო როდის უნდა მოვიდეს, ანუ რა უნდა გვიქნან უკვე მეტი რა უნდა გვიქნა. ანუ გაქვთ კიდე მოლოდინი რომ მათ შეიძლება ამოიღონ ხმა იგივე საჯარო მოხელებმა. ეხლა უკვე ინდონეზია უკვე სახელმწიფოს თითქოს მართველები რა მართველობაა ახლა ფაქტურად ესეთი არიან არალეგიტიმურები ხო ეს იციან ახლა თუ გინდა არჩევნები ჩაშლილა ჩართო ფაქტურად უკვე სოფლიო ლაპარაკობს იმაზე რომ რა საქციელით მოექცენ ხალხს მოწამლეს ხალხი გჯერავს თუ არ გჯერავს ესეა ნათქვამი ახლა მართლა BBC-ის კი არ არის რა ქვია იმედის არხი რომ რაღაცა დიდ გაუშვან ხო იქ ჯდება გუნდი და ისე უჩივლებთო კითხვებს BBC-ს მაგრამ არ უჩივლიათ შემდეგ მაშინ თქვენ როცა ეს ფილმი გაგვივაო ეხა ფიქრობენ გამოიჩნდა ხო გაგვივაო როგორ გაგივე ესე არ ხდება ეხლა რა ეს არის სამყარო იმით არ არის რომ ადამიანები ახლა ჩვენ მართლა ის არ ვარ და მიგვატოვოს ყველა უბრალოდ რაღაც პროტესტი რო გაგაჩნია ადამიანებს და გამოხვიდა ეკლესიასაც გაჩნია მამაოზას გააჩნია აი რა ვიცი ახლა შეხედო როგორი ადამიანები მართავენ რა დღეში არიან ავტობუსშია ხვალ ხალხი რა ვიცი განაწყენიანებული უმტირალია ხალხი და ყველა საჭმელზე ხილი ბალი ვერ უყიდია ხალხი ბალს რო ვერ იყიდი და ბავშვს ვერ აჭვევ იმას და ხილს რო ვერ აჭვევ და ხელფასები რა მიზერულ თანხებში ამუშავებენ თვითონ მილიონებს შეულობენ და ხალხს მიზერული თანხები აქვს ხელფასები და ხო საერთოდ როგორ არსებობს ერი არ ვიცი და რა ვიცი ახლა რა უნდა ვთქვა ახლა მამაო ერთადერთი რომელსაც ვფიქრობ რომ აი რო არ გამოსულიყო ალბათ ამადორეთე ბევრი რა ვიცი რა უკვე წვენას მოწყდებოდა ეს არის რაღაც ძალიან დიდ ძალას აძლევს იმ მორწმუნე ადამიანებს მისი გვერდში დგომა მისი გამოსვლა რაც არ უნდა შეთითხნონ რაც არ უნდა თქვან ბევრისთვის ძალიან უმრავლესობისთვის არის სპექტაკლის სავსე ადამიანი რა და თავისუფლება ყველას თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ერთადერთი დაიმახსოვრონ რომ ხალხი ბოლოს გვიან იქნება როგორც მზიამ თქვა იბრძოლეს არამ გვიან არ არის ეს არის ნათქვამი რომ ბოლოს გვიან იქნება თუ არ გამოხვალ თუ არ გადავდე კაი გადავდე ძალიან არ გამოსლით და უთქმელობით და შიშით ვერაფერს ვერ მივახსენებ. მაგრამ რაც ცulis ესეთ ცალკეული შემთხვევები თქვენი აზრით როგორც მოქალაქე რას ფიქრობთ? იგივე ასობით მგდელია, ხო არ ვიცი რა მენდობის საყურებ ყავს სულ და დოროთი ყურაშვილია თქვენ გამონაკლისი, ხო? კიდე რამდენიმე სასულიერო პირი, ვინც გამოხატავს პროტესტს და არის ხალხის გვერდით ამ შემთხვევაში, ხო? აი ეგ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა თეთრი წყაროჩი, რომელიც უარს ამბობს კატეგორიულად ქართული ოცნების რეპრესიული კანონებით ადამიანების გასამართლებასა და ამ წარდგინებებს აგზავნის აი აქ ამ შენობაში, საკონსულტაციო სასამართლოში, რომ ეუბნება რომ
რომ ეს არაკონსტიტუციური კანონია და მე ამით ვერ ჩავსვამ ადამიანებს ციხეში, ვერ გავუშვებ ამით ციხეში, იმიტომ რომ ეს უსამართლო კანონია, ხო? მაგრამ ის მართლაც გამონაკლისს მოსამართლე 330 მოსამართლეს შორის. და აი როცა 330 მოსამართლე დუმს და შენ ერთი მოსამართლე რაღაცას ამბობ, რას ცulis ეგ მომენტი? ან დორთე ყურაშვილმა რა შეცვალა თქვენი აზრით? ეგ მომენტები იყო, როცა მაშინ პერიოდები რო შეიცვალა მთავრობები ყოველთვის გაბედული ხალხი არის, თავიდან ბევრი ვერ ბედავს, ბევრს თავის პრობლემა აქვს, ბევრს ის აქვს, ბევრს ეს აქვს, მაგრამ როცა დგება მომენტი, ყველა უერთდება იმ გაბედულ ადამიანებს. ხალხში არის უდიდესი პროტესტი, ეს ყველა მიცის, იმიტომ რომ იცის თავისი უფროსი როგორი ადამიანია და როგორ ცხოვრობს ის და როგორ ატყუებს მას და ეს ამას ყველა ხვდება და ყველა გძნობს. და ძალიან ბევრი ადამიანია და აი იმ ვინც აი ესე რომ ვთქვათ ნაბიჯი გადადგა თავგანწირულად არის უბრალოდ ბევრი ვერ გამოხატავს ამას. ახლა ბევრი მაგრამ გადაბდები შეიძლება იყოს მისი მოქმედება და მისი ეს არის მიმანიშნებელი და ეს არის რა თქმა უნდა იბაძველობა არის. შემდეგ დაუდგება გვერდში, დაუდგებით ყველა ერთად. თუმცა ვიდექით ხო? რამდენი ათასობით ადამიანი იყო ბათუმში. შემდეგ მოხდა რაღაცა ის, მოხდა ეს, ვიღაცა იმას ელოდა, ვიღაცა ამას. მაგრამ ამ შემთხვევაში როცა ავტორიტარულია, მასი ძალა აქვს მათ. კანონი როგორც უნდა დაწერენ, გადადებული აქვს, ესე ხუთი აქვს დამალული კონსტიტუცია და კანონი როგორც უნდა წერს, როგორც უნდა შემოდის, აშინებს ხალხს ზოგს იმას შევა. თუმცა საქართველოს ყოველთვის იყო გაბედული, ყოველთვის ებრძოდა მტერი. რა ვიცი, არაბი კი არა, ვინ არ იყო, ხო? მაგრამ ყოველთვის საქართველოს ესე მიუშვებს ერი და შემდეგ ესე გადაუსვევს. თქვენ ასეთი მოლოდინი გაქვთ, რომ არ დაიშინდება ეს ხალხი ასეთი კანონების, რეპრესიული კანონების მიუხედავად და ამდენი დასჯის და პატიმრობის და დაჯერებების მიუხედავად. რა თქმა უნდა, ეხლა რა იცით, რაც არ უნდა ხალხი ბევრი ადამიანი ძალიან პროპაგანდას არის აყოლილი და გულის სიღრმეში კი ხდება, მაგრამ აი იმ ადამიანებს მინდა უთხრა, აი მამა დოროთეზე როცა არის საუბარი და აი პირჯვარს რო აწერინებს და მერე რო გამოდის და აი ფეხს რო უთხრამს და ის რო სიამოვნებას განიჭებს შენ ადამიანს, ქართველს, თუ გინდ შეცდომაში იყოს ეს ადამიანი და შენ პირჯვარს იწერ გადახედონ ბიბლიას და სადმე თუ წერია რომ შენ უნდა გრძუდეს ადამიანი და მისი დასისხლა და მისი, რა ვიცი, ძვლებში დამტრობა უნდა სიამოვნებდეს. აი უკვე მოგატყუეს თქვენ და უკვე რწმენას აგაცდინეს და ხარ პროპაგანდის ხვეპლი და დაფიქრდით ეს ცოდვა და მადლი გადადის შვილთაშვილებზე. შემდეგ შეიძლება შეიცვალო აზრი, მაგრამ რო დაждდები სუფრაში და ვიღაცასთან ნათქვამი გაქვს ერთი ესეთი შეცდომით, ხო? ის შეგინდობს აუცილებლად. იმიტომ რომ აქეთ პატიოსნება, აქეთ პატიოსანი ხალხია და არავინ ფულზე არ იყიდება დამეჯერეთ. ხოდა, რა ვიცი, მე ვფიქრობ, ძალიან ახლო მომავალში გადაწყდება იმ ადამიანების ბედი, როგორც გადაწყდა მაგალითად ბატონი ვიჟვაზეს ბედი, როცა მე გებუაძე რომ იძალა და ჩემზე და რომ დამიშვა და რა ვიცი რა არ გააკეთა, თუმცა მაგით მე არაფერი არ დამკლებია. პირიქით უფრო გავძლიერდი და აი იმ ადამიანს თქვენი საქმე დღემდე გამოუძიებელია, ეს რა შევაჩვენე მაყურებელს. გასულწრის იანვარში იყო, ერთი წელიწადი გავიდა თითქმის მას შემდეგ. როგორც აიყვანეს ახლა. როცა თქვენ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში აღმოჩნდით ძალადობის მსხვერპლი, უშუალოდ დირექტორია, პოლიციელებმა შეიციან. აი ყველა აბსოლუტურად ყველა აგებს პასუხს და ეს აი რიჟვაძე რო გამოვიდა მე და მე კარგი პოლიციელები მყავსო და ესო ხო იცოდა არა რომ ეს ასე არ იყო. აი მას რა გადახტა მე. აი ესია ვიც ამას ამბობს ყოველთვის უკან მოუბრუნდება. იმიტომ რომ ჩვენ სპანაერი ქვეყანა ვართ. ჩვენ სულ მალე ფეხზე დადგება საქართველოს, იქნება ცივილიზებულ ქვეყნებთან ურთიერთობა ექნება და არ ექნება ამ განუვითარებელ ერთმართველ ადამიანებთან ერთი კაცი რო გმართავს და როგორც უნდა მისი შვილი რო კარგად იქნება და სუფთა ერზე იქნება და შენი შვილი რო არ იქნება კარგად და შენ რო ეს მოგეწონება ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში, ეს არ ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში. შეიძლება ნამყოფი არ იყო, მაგრამ ტელევიზორს ხო უყურებ იქ როგორი ცხოვრება, ამ ეს მაინც ხო უნდა მიხვდე და როგორ შეიძლება ხა პუტინი მოგწონდეს, შენი მტერი მოგწონდეს, როცა აგერ შენი ძმა და ახლა სტალინის სიყვარული დაიწყეს, სტალინს აყვარებენ, რაღაცა პროპაგანდას აკეთებენ, იმიტომ რომ კომუნისტურ რაღაცებს აგდებენ ესენი და თელი ის აქვს და სტალინი როგორ უნდა გიყვაროს, გადაგისახლა ბიძია, გადაგისახლა ბაბუა, რა ვიცი
ისო რა ქვია, ჭოროხი და ჩოლოქი შეეშალაო და ეს რა მითოლოგიები და რაღაცეებს ეს როგორ შეიძლება დაიჯერო ადამიანმა. ვის რა ეშლება ან რა ქვია სოჭი ვისი იყო ნიკოვსზე და აი ეს იმასთან ერთად რო იყოს რა ქვია ორჯონიკიძესთან და ახალგაზრდობის სურათი რო აქვს გადაღებული მარტო მაგით უნდა მივხვდე რომ რა ქვია გადასცენ საქართველოს იმას რა ქვია რუსეთს ხო? არა აი ნუ ახლა სტალინი სხვა თემა მაგრამ უბრალოდ რაღაცები ხალხს მოქმედებს რა თქმა უნდა ეს პროპაგანდა მაგრამ ცოტა დაფიქრდნენ შეხედონ კარგად თუ შენ არ შეგიძლია გამოსვლა მაინც ნუ ამბობ იმ რაღაცა საშინელებას რომელიც ის შენს ხრებზე შულთაშვილებზე გადავაესწრო მადლობა ეს მალხაზი რომელზე იყო თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში როგორც ხედავთ მოქალაქეები წვივის მიუხედავად ისევ დგანან საკონსტიტუციო სასამართლოსთან და თქვენ ისმენდით აქ დღეს მოსული მოქალაქეების შეფასებებს ბოლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ესწრებთ ჩვენს ვებგვერდებს მართლმელები G-დან, გაზეთი G, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მოგყვებით.